დაუბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო და ძვირფასო რადიო მაყურებლებო, არაჩვეულებრივი, ულამაზესი, უკარგესი მწერალი, მოცეკვავე. სოფო არდია მყავს სტუმრად, რომელიც ძალიან საინტერესოდ საუბრობს თავის ცხოვრებაზე და პროექტზე, პრინციპში ჯერ პროექტი მობილიეთ, ასე ვთქვათ და ძალიან საინტერესოდ დაგვანახა შიდა სამზარეულო პროექტის, რომელიც ისედაც არ მოგატყობ, კარგად ვიცოდით, იმიტომ რომ ეს პროექტი ჩვენი მეგობარი პარტნიორი პროექტია და სულ ვინტერესდებით მისი მონაწილეებით და შიდა სამზარეულოთი და ძალიან მიხარია რომ აი ესეთი სავსე ემოციებით და სავსე გამოცდილებით მიდიხარ ამ პროექტიდან. სოფო, ეხლა შენ პირადზე ცვილოპარაკო, შენი სივრცე გითხარი, შენმა ოჯახმა როგორ მიიღო ეს ყველაფერი, როგორ ოჯახში დაიბადა, ზოგადად როგორი იყო შენი ცხოვრება, რაღაცა ესეთი აქტიური და აი ესეთი შენ თვითონაც ამბობ ჭრილში ყოფნა გინდოდა უფრო და მოგწონდა და აი ეხლა როგორ შეიცვალა მათი დამოკიდებულებაც მითხარი შენს მიმართ როგორი იყო? მგონია რომ ადამიანებს გქონია ერთი შეხედვით ძალიან მშვიდი ადამიანი, რეალურად მშვიდი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ემოციების და ენერგიის სწორად დახარჯვა, გამოყენება ყველა შესაძლებლობის, რაც კი სამყაროში არსებობს და წეგან ჩამოთვალე კიდევაც რემსაც ვაკეთებ. დაივინგი, სერფინგი, არ ვიცი, ოკეანე, მთები ძალიან მიყვარს და მგონია რომ ბუნებით უნდა დავტკბეთ ადამიანები და ბავშვობიდანვე ეგეთი ვარ. თუმცა ზოგადად არ ჩანს ხოლმე ვფიქრობ ამაზე სამუშაო მაქვს, იმიტომ რომ სწორად უნდა გამოავლინო ადამიანმა შენი შესაძლებლობები. ოჯახმა ძალიან კარგად მიიღო, რა თქმა უნდა, ყველა გვერდში მედგა, თუმცა მამაჩემი არ დადიოდა ხოლმე პირდაპირ ეთერებზე, იმიტომ რომ ისე ნერვიულობდა, რომ მე იქ ვერ დავჯდებიო და მხოლოდ ტელევიზორიდან მიყურებდა, ამიტომ აქედან მოვიკითხავ. მეც მოვიკითხავ აქედან. ყოველთვის ვამბობ ხოლმე ეგეთ რაღაცას, რომ აი კარგი, როცა კარგი მამა ყავს გოგოს, ყოველთვის ეთყობა, თქვა, არ ვიცი, მე ვატყობ თუ ესე არის, არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის ეთყობა და მეც მოვიკითხავ აქედან შენს ყველაზე დიდ გულშემატკივარს, ასე ვთქვათ. გავხარდება თქვენი მოკითხვა ძალიან. შემოქმედებითი კუთხით ჩემ ცხოვრებაში ახლა სამწუხაროდ პაუზაა, ინსპირაცია და მუზა სადღაც გაქრა, არ ვიცი რატომ. სულ ამბობ, რომ ამ საქმეში ყველაზე ცუდი ის არის, რომ თითქოს შენს თავზე არ ხარ დამოკიდებული, ან წერის პროცესი მოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც შენს მუზას მოესურვება, ესე ვთქვათ და რაღაცა ძალა ზებუნებრივი თუ არ ვიცი, ბუნებრივი გაწერინებს, ანუ ბევრჯერ მიფიქრია, რომ რატო წერ, ის გამო წერ, ანუ მე ვწერ საერთოდ გან ამ ყველაფერს და იმედია, არ ვიცი, 1 წლის, 2 წლის, 3 წლის განმავლობაში მაქსიმუმ გამოჩნდება ეს ინსპირაციის ძალა და ამას დამაწერინებს. კარგია რომ არ ებრძვი ამ ყველაფერს და ელოდები მართლა იმ მნიშვნელოვან მომენტს და ზუსტად იცი და მიგნებული გაქვს რა დროს უნდა დაიწყო წერა, იმიტომ რომ როდესაც ის დრო არ არის, როცა შემოქმედები და თუნდა განვითარდე, არასოდეს გამოდის ისეთი, როგორც შენი არაჩვეულებრივი პირველი ნაწარმოები გამოვიდა. ამიტომ კარგია რომ რაღაცა სწორად მიმართავ ემოციებს, სწორ დროს ეძებ და სწორად ელოდები იმ ყველაფერს, ამიტომაც წარმატება აუცილებლად. შეგუებული ვარ ამ ყველაფერს, ანუ ვიცი რომ დავждე საკუთარ თავს დავაძალო, ვერ დავწერ. ცეკვაში მაგალითად პროექტის განმავლობაში ვიცოდი რომ ყველანაირად ძალა უნდა მომეკრიბა და მე ვარჯიშა, მაგრამ აქ ეგ წესი აღარ არის, ხო. შემოქმედებით და თველოდებით მუზას გასაგებია და ოჯახის ამბები მაინტერესებდა და უფრო დეტალურად მომიყევი შენ ოჯახის წევრებზე. ვინ არის შენი ოჯახის წევრები? ვინ გყავს? ვინ დედა, მამა? დედა, მამა და ძმა და პატარა ძაღლი. გაბრიელა ოჯახი. დიდი ოჯახი. როგორ ხდება საპოროცა რაღაც გადაწყვეტილებას იღებ, ან როცა მუზა მოდის და წერას იწყებ, ოჯახი ჩართულია ამ ყველაფერში, ანუ ეუბნები რომ აი ეს არა, სხვათა შორის არავინ იცოდა ჩემი წიგნის შესახებ, სანამ ბოლო წერტილი არ დავსვი, არავინ იცოდა, არც მამაჩემო, არც მეგობრებმა, არავინ საერთოდ. მალავ ხოლმე ეგეთ რაღაცებს. რო წერდი იცოდნენ და შესული რო იყა. არა. სად წერდი ესე ჩუმად და ესე მალულად? ხო, ჩახსაფო. კომპიუტერთან ამიტომ საერთოდ წარმოდგენაც კი არ ჰქონდეთ. ალბათ მეორე ნაწარმოების წერის დროს ეცოდინებათ სავარაუდოდ. თუმცა არავინ იცის, სოფო, შენზე პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება, როგორ ხასიათზე იქნები, გააჩნია. სოფო, პირველი ვინ იყო ისე წააკითხე შენი ნაწარმოები? პირველი იყო მამა, მამაჩემო წაიკითხა. მთელი ღამე გაათენა, მოეწონა ძალიან და мотиваცია მომცა.
პირველი შეფასება იყო, პირველი შეფასება რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ შენი ახლო წრე ყველაზე კრიტიკულია, იმიტომ რომ ჩემი წიგნი ყველაზე ნაკლებად მოსწონთ ჩემს მეგობრებს და ჩემს ნათესავებს, იმიტომ რომ ახმა ეკარგებათ თითქოს იმ წერალი ხარ თუ ვერა ხარ თუ ვიღარ. მისმის. და ობიექტური მკითხველი, რომელიც შენ არც გიცნობს, უფრო კითხულობს შენს ნაწარმოებს, როგორც ლიტერატურულ ღირებულებას და არა როგორც ნაცნობის დაწერილ რაღაცა. მისმის, ეს ასოციაციები, რა თქმა უნდა, და ეს რომ შენი შეხება შეიძლება კიდე რაღაცებს შინაარს ცვლის. სოფო, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავი ჩვენთან სტუმრად. არაჩვეულებრივი რესპონდენტი ხარ. ფაქტი იმის, რომ ქართველი ქალი ლამაზი არის, ჭკვიანი არის და ყველაფერი შეუძლია, რასაც ხალხს მოკიდებ. ძალიან დიდი მადლობა ამ ხელა мотиваციისთვის, ძალისთვის, გალამაზებისთვის და აუცილებლად ყოველთვის ჩვენი კარი შენთვის ღია არის. ყველა სიახლეებისთვის გელოდებით რომ მოხვიდეთ და მოგვიყვეთ. მადლობა. მიხარია.